მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხის მონაწილეები მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ლევან ამირიძის დაკითხვა უკვე 7 საათია გრძელდება. იქ იმყოფება კობა უთანაძე და გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილიც. მთავარმა პროკურატურამ მუხროვანის სპეცოპერაციის სკანდალური ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო. კადრებში ყოფილი ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი ჩანს. ისინი მუხროვანში არიან და გაქცეულების ლევან ამირიძის, კობა უთანაძის და გია კრიალაშვილის დევნის ოპერაციას გეგმავენ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ძალოვანებისგან ორ გვამს ითხოვს სავარაუდოდ გაქცეულების ლიკვიდაციას. გია კრიალაშვილი 2009 წელს სპეცოპერაციისას მოკლეს. უთანაძის, ამირიძის და გია კრიალაშვილის დის დაკითხვა რამდენიმე საათია გრძელდება. იქ წავიდოდა ეს თელავის მემკვიდრეობა ღმერთო დაიწყო გამოძიება და საბოლოო ჯამში აიხდება ფარდა რა იყო 2009 წელს 5 მაისში. საიდან მოიგონა მერაბიშვილმა ან თქვაზე შეეშალა ციხეში. ან არ ვიცი საიდან მოიგონა. ჯიბეში ხალხოდა ეს მისთანამშრომლები, ხო? არც გამოძიებას, არც პროკურატურას და არც არავის არ უხსენებია დღევანდელ დღემდე, რომ რაღაც გრუში თანამშრომლები არსებობდა. მე გამოძიებას ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდი, აქეთ უნდა მომაწოდონ ინფორმაცია. მე არც ფუტბოლი ვარ, არც მოწმე ვარ და არც მსმენია ამ ამბოხის შესახებ. გარდა გამონაკლისა იმისა, რომ თვითონ ყოფილი მთავრობა ლაპარაკობდა ამ ამბოხზე და მე მხოლოდ გავაპროტესტებ ალბათ ამ ნაციონალების კომენტარებს და ნაციონალების კომენტარებს მაგას პასუხს მოვთხოვე მათ და ძალიან მაინტერესებს ვანო მერაბიშვილმა საიდან აღმოაჩინა ორი რუსის გვამი, რომელსაც ვითომ ის ითხოვდა. ეკა სოსელია იმყოფება მთავარ პროკურატურასთან და ის დაკითხვის დასრულებას ელოდება. ეკა რა სიტუაციაა ამ დროისთვის? ნანა, ამ დრომდე გრძელდება დაკითხვა პროკურატურაში. ჯერჯერობით არც ერთი მათგანი შენობიდან არ გამოსულა. უკვე 7 საათია იკითხება ლევან ამირიძე. ის დღის პირველ საათზე მოვიდა პროკურატურაში და მას შემდეგ პასუხობს გამომძიებლის შეკითხვებს. უკვე 5 საათია შენობაში იმყოფება კობა უთანაძე, რაც შეეხება ლია კრიალაშვილს, გია კრიალაშვილის და ის შედარებით ბოლოს, ანუ 5 საათზე მოვიდა აქ და 3 საათია უკვე შენობაშია. ისინი იკითხებიან, როგორც ჩვენ პროკურატურიდან გვითხრეს ჯერჯერობით მოწმის სტატუსი, ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა მთავარმა პროკურატურამ, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რადგანაც მასში მაღალი რანგის პირები და თანამდებობის პირები ფიგურირებდნენ, აუცილებლად დაიწყებდა გამოძიება. სავარაუდოდ სწორედ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით იკითხებიან ეს ადამიანები. თქვენ მოისმინეთ მათი კომენტარები შენობაში შესვლამდე. ისინი მზად არიან, რომ მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიებას, ითანამშრომლონ იმისთვის, რომ მათი თქმით ბოლოს და ბოლოს დადასტურდეს სიმართლეს. ადამიანები, რომლებიც არიან გასამართლებულები მუხროვანის ამბოხების საქმეში და მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები, ვგულისხმობ ამირიძეს და უთანაძეს, ამბობენ, რომ ეს ვიდეო მასალა იქნება ძალიან კარგი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადასტურდეს თუ რა ხდებოდა და რა ბრძანებები შესრულდა და როგორ იყო დადგმული ეს პროცესში. რაც შეეხება გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აქვს აუდიო მასალა, რომელიც იქნება ასევე სერიოზული მტკიცებულება, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანი მასალები არის ჩაწერილი და რომელიც კიდევ უფრო ნათელს მოხდის ამ საქმეს და ამ აუდიო მასალაში ისმის ჩანაწერში, რომ ამ საქმის შემსრულებლებმა პრემიის სახით 12,000 ლარი მიიღეს. თუმცა ამ მასალას ის გაახმაურებს მას შემდეგ, რაც ამ ვიდეო აუდიო მასალას მოიპოვებს, სავარაუდოდ შემდეგ გამოძიებასაც გადასცემს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენ ველოდებით, როდის დატოვებენ ისინი პროკურატურის შენობას და ამის შემდეგ ალბათ უფრო დეტალურად განაცხადებენ თუ რა კითხვები ქონდა მათთან გამოძიებას და რა ინფორმაცია მიაწოდეს. მადლობა ეკა, მთავარ პროკურატურას ჩვენ დაკითხვის დასრულებისთანავე დავუბრუნდებით.